კომფორტულად. შენ არხს რა ქვია? აირონ ლაში. არხის დარბაზი, ახლა კიდე კაფეს ხსნი ყველაფერი. მაგვრენით არის. ყველას მოგესალმებით, ეს არის აირონ პოდკასტი, ჩემი დღევანდელი სტუმარი მათე სანიკიძე, პროფესიონალური MMA-ის მებრძოლი, 2022 წელს შენ გახდი ოქტაგონ MMA-ის ჩემპიონი, დაიცავი კიდევ ტიტული. და დღეს ჩვენ გავისაუბრებთ MMA-ის სამყაროზე და MMA-ის მებრძოლის გზაზე. როგორ ახარ მათე? მადლობა, კარგად. მოწვევისთვის მადლობა, მივესალმები შენ მაყურებელს. ძალიან კარგი დღე გათენდა, იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნოა პირველ რიგში მონატრებული მეგობრის ნახვა შენი სახით და შენთან ასევე საუბარი. ჩვენ მახსოვს ვარჯიშობდით ერთად, ალბათ უკვე 10 წელიც იქნება გასული. კი, ეგრეა. ბოლოს აი ერთად ვარჯიშობდით MMA-ს, ეგ იყო დიღომში, ხო? დიღომში თუ გლდანში. გლდანშიც იყო და თემქაზეც იყო. თემქაზეც იყო და გლდანშიც. კი. ძალიან ბევრი დრო გავიდა. შენ გახდი წარმატებული პროფესიონალური მებრძოლი. პირველ რიგში აი პირადად ჩემთვის არის საინტერესო, როგორი იყო ეს გზა. მაყურებელსაც რომ მოუყვე, რამდენი წლიდან ვარჯიშობ და როგორ ვითარდებოდა საქართველოში შენი MMA-ის კარიერა და შემდეგ საზღვარგარეთ. ხო, შევეცდები რომ ერთიანობაში გავცე სრული პასუხი მოკლე და 16 წლის დავიწყე. არანაირი კომბატ სპორტ, არანაირი ჭიდაობა, არც ბოქსი, არანაირი გამოცდილება არ მქონდა, რაღაც ფეხბურთი, კალათბურთი, როგორც ალბათ ბევრი ბავშვი. და ის რაღაც ერთადერთი რაც ჭირდებოდა ვიპოვე, ვეძებდი ჩემ გულში ალბათ სულ და იმიტომ რომ სულ გწნობდი მაგას და როგორც კი გავიგე, ესე არ დამიტოვებია, გავიგე, მივედი, დავიწყე, აღმომაჩნდა გარკვეული ნიჭი, ისე რომ არ თქვა, ეხლა დამპარტანურად რო არ გამომივიდეს და რაში უფრო გამოგდიოდა ეს იყო რესლინგი? ყველაფერში თანაბრად გამომდიოდა საერთოდ. უბრალოდ გამომდინარე დარბაზიდან და გამომდინარე ჩემი აგებულებიდან pro striking-ის მხარეს მირჩევდნენ ხოლმე, რომ სულ მებრძოლა და ეგრეც იყო დასაწყის პერიოდში. გრძელი კიდურები, მაღალი დისტანცია და თავიდან დაიწყო ესეთი სამყარო, სადაც MMA-ის სიტყვა მხოლოდ არსებობდა ჩვენთვის, შენც გახსოვდება. კი, აბსოლუტურად მახსოვს. უბრალოდ ვერ იგებდნენ, ბრძოლა წესების გარეშეზე იმიტომ თანხდებოდით, რომ ოკეი, ბრძოლა წესებზე რომ ფიზიკურად არ ესმოდათ MMA რა იყო. დაიწყო ეგ სამყარო, ჩავატარე რა 1-2 ჩხუბი რუსულ ორგანიზაციებში, იქამდე რაღაც. შენი პირველი ბრძოლები საზღვარგარეთ იყო? თუ საქართველოში? აი, სულ პირველი ბრძოლა იყო სადაც ვარჯიშობდი იქ დარბაზში და მერე იყო უკვე მაშინ იყო ეხა ACA ქვია. ACA, ეგ საკმაოდ კარგი ის არის. ხო, მაშინ ეხა ახლა მაიყიდა როგორც ვიცი რამოდენიმე წელია და მაშინ ACA არ იყო, ACB იყო და ACB კი. და მან ვიჩხუბე, ორი ბრძოლა ვიჩხუბე, პირველი რო ვიჩხუბე ვიყავ 18 წლის. მერე 19 წლის ორივე მოვიგე და ჩემი ესე ვთქვათ, რაღაც წარმატების გარკვეული ნაწილი დაიწყო იქიდან გამომდინარე, რაღაც სახელი მოვიპოვე საქართველოშიც. მაყურებელს მე აუხსნი, რომ აი ეს წოდებული ACB და დღევანდელი ASA, ხო, ACA, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და კონკურენტული პრომოუშენი. აი ამბიცია აქვს და ამბობენ, რომ ჩვენ ვართ პირველები თუ არა, მეორე, მესამე ორგანიზაცია მსოფლიოში. გამომდინარე გონორარების, გამომდინარე სპორტსმენების დღესდღეობით ეს არის ერთ-ერთი უძლიერესი ორგანიზაცია. უბრალოდ მაშინ ის იყო განსხვავება, რომ მაშინ გამომდინარე იქიდან რომ თვითონ MMA-ის სახელი ამ ხელ არ ქონდა, მაშინ კიდევ უფრო მეტი თამასა ჰქონდა იქიდან გამომდინარე, რომ დღეს თუ ჩვენ ვიცით უდიდესი ორგანიზაციები რა, ევროპაში, აზიაში, ამერიკაში, მაშინ ეგრე არ იყო, მაშინ რომ ჩამოთვალოთ რამდენი იყო, ხო? UFC, Bellator, M1, ACB და ჩინეთში იყო ერთი მახსოვს WLF. სულ ეს ორგანიზაცია იყო, რაც სადაც შეგვიძლია დაგეტოვა რაღაცა დიდი სახელი. მათე აი პირადად მე ვიცი რა მაინტერესებს, მე მაყურებელმა იცის რომ მე ვცხოვრობდი რუსეთში და პერიოდულად ჩამოვდიოდი, ზუსტად ის დრო დაემთხვა, რომ აი ვიყავი ჩამოსული რაღაც 4 თვით საქართველოში, რომ გაგიცანი შენთან ერთად ვარჯიშობდი. შემდეგი ჩემი ჩამოსვლა იყო უკვე ალბათ 4-5 წელიწადში, ანუ ესეთი საკმაოდ ხანძლივი პერიოდი არ ვიყავი საქართველოში და როდესაც ჩამოვედი, ბევრ
ვინ ჩვენთან ერთად ვარნიშნობდა, მე ბევრი ბიჭი, ყველა თუ არა, უმეტესობა ვნახე ქალაქში, სადღაც რესტორანში, დარბაზში, ფიტნეს დარბაზში. და იც რა მაინტერესებს, აი უმეტესობამ ეს გზა არ გააგრძელა, ну რაღაც მიზეზის გამო, ყველას აქვს რაღაც თავისი მიზეზი და აი შენ ცხოვრებაში როგორ დაალაგდა ისე რომ შენ გახდი წარმატებული მებრძოლი და მიაღწიე ჩემპიონობას ოქტაგონ MMA-ში, რომ გაქვს უკვე კარგი გონორარები და გაქვს მაღალი ცნობადობა. ხო, საკითხები ყოველთვის ისე დღეს რომ თითქოს მარტივია პასუხისგაცემა, მაგრამ სიადულში მარტივი კითხვაა, მაგრამ რთული პასუხისგაცემა. ჯერ ერთი მე ვეცდები რომ მარტივად დავხსნა, მაგრამ ბევრი ადამიანი ამას ვერ მიიღებს, როგორც ეს ერთ-ერთი საკუთარ თავზე. უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ რაღაცა თუ გინდა რომ აიღო, უბრალოდ მარტოს უნდა გახსოვდეს, რომ უნდა მიხვიდე და აიღო. ანუ წარმატებას მივაღწიე ისეთ პირობებში, წარმოიდგინე, აი კიდევ ერთხელ ახსენე, MMA არ იცოდა ხალხმა და ერთადერთი ჩემი მიმართულება იყო, რომ უბრალოდ უკან არ დაგეხია, რაც ალბათ ყველა პროფესიონალ მებრძოლს აქვს. გამომდინარე ხა მიზეზებიდან იმის პოვნა, იმ გზის პოვნა, რომ მოდი რაღაცა ვთქვით, ძალიან ინდივიდუალურია, ვიღაცამ შეიძლება იმ დენჯერ არ დანებდა, ჩემზე მეჯერ არ დანებდა და სადღაც ცხოვრებაში მივიდა იმ პერიოდთან. თუმცა ერთ რაღაცა მინდა ვთქვა, რომ ეგეთი მსგავსი შემთხვევები და ალბათ წარმატების არსიც და საერთოდ ცხოვრების არსიც ეგ არის, რომ რამდენს გაუძლებ და ანუ რა არის ის ზღვარი, სადაც შენ გაიფიქრებ, რომ დავნებდი. მე უბრალოდ არ დავნებდი და ისევ როგორც ბევრი არ დანებდა რა. მე იმას არ ვამბობ ამით, რომ სხვა ვინც დანებდა ის იმაზე მეტი ვარ. მე უბრალოდ იმას ვამბობ, რომ მე არ ვიცი, ღმერთმაც მომცა იმის ძალა, ჩემმა გარემო პირობებმა ამასი არ პირობებში გულისხმობ ადამიანებს, სამეგობროს, იმ ემოციებს და იმ გვერდში დგომას, რომელსაც შეიძლება რომ გავეხიმებინე და ის რაღაც სტრესები გადამელახებინა და უბრალოდ ფოკუსი დამეჭირა იმაზე, რომ დარბაზამდე მივსულიყავ. დარბაზში უკვე არ ვიცი, დარბაზში რომ მივიდოდი, უკვე იქ ჩემში იმხელა ძალას ვხსნობდი, რომ ანუ რო დავანებო ამაზე მაგარი რა, ანუ ამაზე მეტად არაფერი არ გამომივიდა. მესმის აბსოლუტურად. ანუ მესმის, რომ ეხლა შეიძლება რომ დავანებო, ანუ ვიყო რაღაცა კარგი პირობითად რამე მენეჯერი თუ რა სხვა პროფესია, მაგრამ მე რაც ვიცი ერთი რამე, რომ ამაზე მაგარი არაფერში არ ვიქნები. საინტერესოდ მსჯელობ. მათე შენ ცხოვრებაში აი ამ პერიოდში თუ გახსენდება და თუ იყო ესეთი გარდამტეხი მომენტი, აი როდესაც გადაწყდა დარჩებოდი თუ არა? რა თქმა უნდა, ეგ ყველას აქვს და ზოგს ცხოვრებიდან გამომდინარე, ზოგს მარცხიდან გამომდინარე, ну ეგეთ ცხოვრებაში გულისხმობ პირად სივრცეს. მე ორივე შემთხვევაში მქონდა რა, ანუ ჯერ ერთ პირველი ეგ იყო, როდესაც პირველად წავაგე და მეორედ იყო, როცა მეორე წავაგე, ანუ წაგება შენს გამოგიცდია და ანუ როგორც ეხა ალბათ ძალიან ძვირფასი ადამიანი დაკარგო, რაღაცა ეგეც კარგავ, თითქოს იმ ხელად ტკივილი აქვს ამას ადამიანი იქამდე ვერ მიხვდება, სანამ თვითონაც მსგავსად არ დამარცხდება. აი, როდესაც დავმარცხდი, პირველად მანდ ვიფიქრე, მეორედ უკვე დავმარცხდი ბრძოლაში. ანუ პირველი კაი ისეთი შემთხვევა იყო, როდესაც ანუ იღბალს ვაწერდი, რომ აი მომხვდა და მეორე უკვე ვიბრძოლე და ქულები წავაგე და ეგ იყო ესეთი ჩემთვის ყველაზე ის იმხელა გულის ტკივილი, რომ აი მაგალითად აი ვიბრძოლე, ბოლომდე დავიხარჯე და ვერ ვაჯობე, ჩემ თავს ვეუბნებოდი. ამას თუ ვერ ვაჯობე, ანუ სხვა რა პრეტენზია უნდა მქონდეს და აი ამას ჩავიძირე და ბევრი ეჭვიბადება რა გულში, როდესაც ისევ თავად იცი რა არის, რომ ისევ მიბრუნდე დარბაზში რა და ის ძალები ისევ დაგიბრუნდება, გულისხმობის თავდაჯერებულობა ისევ მოგეცემა. ის განვითარების გზას ისე ვიპოვე რა. ადამიანში ამ პერიოდში ხო უფრო გასაგები რო იყოს ახლა ადამიანისთვის ვინც არ არის ამ სპორტში, ან სპორტში საერთოდ. კი, ან სპორტში საერთოდ რაღაც ტყდება, ანუ შენ აღარ გჯერა შენი თავის, ან ეჭვი გეპარება უკვე, რადგანაც შენ ყველაფერი გააკეთე შენი აზრით იმისთვის რომ იყოს საუკეთესო, მაგრამ წააგე. და ამ როდესაც შენ შეგიძლია ამის გადალახვა ჩემი აზრით და რომ გადააბიჯო ამას და მაინც გააგზელო და გაძლიერდე და უბრუნდე ვარჯიშებს და დაისახო ახალი მიზანი, ალბათ ესე ხდები ჩემპიონი. სხვანაირად არ ხდება ეს, მხოლოდ ესე, მაგრამ ამისთვის საჭირო არ არის ძალა, მხოლოდ ფიზიკური, ამისთვის მენტალური ძალაა საჭირო. ეს თან არც დავარქმევდი, რომ ეს რაღაც კონკრეტულად სპორტის სფეროა, ეს ცხოვრებაა რა. მე უკვე ჩემზე ხო ჯერ ბავშვი ვიყავი და მე მივხვდი, რომ
და ალბათ ყველა მიხვდება ერთ დროს რა, ზოგი გვიან, ზოგი, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ცხოვრების დინამიკა, არსებობს რთული პერიოდები, არსებობს განსაკუთრებულად რთული პერიოდები, არსებობს კარგი პერიოდებიც, უფრო იშვიათად, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო ძლიერი და მოგონებება თუ დაიტოვებ, ანუ ის ყოველთვის ძალად არ რჩება. ის ცუდი მომენტიც კი ძალად რჩება, თუ ამას დადებით კუთხით შეხედავ, რომ ძლიერდები. ყველაფერი გაძლიერებს ვაფშე სამყაროს. ძალიან სწორი ფილოსოფია არის ჩემი აზრით. მათე ოქტაგონ MMA არის ძალიან კარგი პრომოუშენი, ძლიერი ორგანიზაცია, რომ მოგვიყვე როგორ მოხდი, როგორ ვითარდებოდა შენი კარიერა, ამდენად რთული იყო ჩემპიონობა. აი ეს ეგ ისტორიას უცბად მოვყვები, მაგრამ ანუ მთელი ამის მუღამი ის არის, რომ აი მანდ ვისწავლე, რომ ყველაზე მეტად სადაც გონია, რომ აი ცუდი მომენტია, აი ზუსტად იქ ჩნდება მომენტები, სადაც უკვე აი მორწმუნეებმა დავარქვათ, რომ აი სადაც ღმერთი უკვე წამოგაყენებს, გაძლევს მარაგ ძალას, რომ წამოდგე, ან ვისაც არ წამს უბრალოდ ის, რომ ცხოვრება ეგეთი, რომ როცა ყველაზე მეტად დაეცემი და იმას გადალახავ, უფრო ძლიერი ჩდება. ანუ რას გულისხმობ? ეხლა იყო კორონის პერიოდი. ისეთი პერიოდი, როდესაც კორონას დაემთხვა, რომ ანუ ძალიან აფერისტი მენეჯერი შემხვდა, რომელიც ალბათ შენს გაგიგია მსგავსებზე, რომელიც ყველაფერს პირდებოდა, აი ძალიან ესეთი რომ მოიგზავნა. დონკინგის ვარიანტი არის ოღონდ MMA-ში. ყველაფერს პირდებოდა და ნუ მეც ახლა ჭაბუკი, ახალგაზრდა და გამიხარ და რაღაც ეს მე კორონის პერიოდი უკვე გახდა მიზეზი ამ მენეჯერის, რომ ვერაფერს ვერ აკეთებდა, სიამოვნებაში არაფერს არ აკეთებდა. ნუ ვინც არ იცის ამ სპორტში ხელს მოგაწერილებენ კონტრაქტზე და ნუ ეგ უკვე როგორც მენეჯერისთვის დიდი საქმეა, რომ აი ესეთი რაღაც კარგი ნიჭიერი ბიჭი ყავს, რომ რამე შეეძლოს აჩხუბებს, მაგრამ ის რომ შეუძლია თუ არა 100%-ით ეგ არ იციან. ნუ ეგრე დავკარგეთ ძალიან ბევრი დრო, ძალიან ბევრი იმედგაცრუება, რავი, ნერვები, პელიგუს კორონა იყო. არაფერი საერთოდ არ იყო იმედის მომცემი, რომ რაღაცა მექნა, იმიტომ რომ დიდი ხანი იყო უკვე რომ აქტივი არ მქონდა ამ ჩხუბში, ანუ ჩემი სახელი ესეც შეგრძნება მქონდა თითქოს რამე თუ გამიკეთებოდეს მე ხა უკვე აღარავინ აღარ ვარ და დაიწყო რა, ეს მენეჯერი ამბობდა რომ კორონა, არაფერი ჩხუბები არა, მე დაიწყო ანუ ისეთ პერიოდი რომ ხედავ რომ იქ UFC გამოჩნდა, ბელატორი გამოჩნდა, ის გამოჩნდა, ეს გამოჩნდა, ამის მიზეზები მაინც დარჩა რომ კორონა. და მოკლედ და რა მექნა ხო ბოლო ეხა ერთადერთი ჩემი შემოსავალი ეს იყო. რა უნდა მექნა და რავი ავდგები ვიმუშავე მაინც მეთქი თან ის პერიოდია რომ ახალ დაოჯახებული ვარ, ანუ დანიშნული მყავს მეუღლე და რაღაცა და ნუ დავიწყე ვარჯიში შენთან, მაშინ ახალი გახსნილი ქონდა. კი, ლოკომოტივზე. კი, ლოკომოტივზე და სანამ დავიწყე რამოდენიმე დღით ადრე, დაახლოებით ერთ კვირას ადრე დაწყებული მქონდა მუშაობა ტაქსი. ტაქსი ვიყავი 2 კვირით. ასახიფათო ტაქსისტი. სხვადასხვა ძალიან შვიდი ვარ ზოგადად და ნუ ხო ეს პერიოდი გამოჩნდა და ნუ ეგ შენთან ვარჯიში დავიწყე, რაღაცა ვიჩხუბე რომ უბრალოდ რაღაც მე ჩემი სფერო არა მუშტიკრივი, მაგრამ ნუ ის რომ რაღაცა მჭირდება მეთქი რა, ანუ ბოლო დარბაზებიც კი დაკეტილი იყო რა. Iron Jones ჩატარდა მაშინ პირველი ბრძოლა საქართველოში მუშტებზე და უამრავი კი გახსოვს თავიდან არ მინდოდა რომ კი მახსოვს როგორ არა თავიდან არ მინდოდა მაგრამ ნუ შენ და ბენო იყავით როგორ არა კი და ნუ ერთ-ერთი მგზავრი მხდება რომელიც შენ ბოდიში შეგაწყვეტინე შენ იქნებ მოდი უნიკალური ტაქსისტი რომელიც მართლა რო ყვება ხო ის აქ რო არა ჩემპიონი ვიქნებოდი ხო წეჩი აქ პროსტო მუშაობ არა დიპლომები არა აქ პროსტო ისე მუშაობ მომწონს თუ არა ისე MMA-ს ჩემპიონი არა არ ვამბობდი იმიტომ რომ მაინც არ დაგიჯერებდნენ ისეთი სტერეოტიპები არის უკვე ეგრე ტაქსისტებზე ნუ ერთ-ერთი მგზავრი ჩავმიჯდა გამოვესაუბრეთ რაღაცა ერთი უბნელები აღმოჩნდით ერთმანეთის პროფესიებზე ვილაპარაკეთ და მითხრა რომ მოკლედ თქვა მაგ პროფესიაში ჩემი ნათლული ჩემიც მაგაცი დაგეხმარება შეეხმიანე ესეც მივედი სახ შევეხმიანე იმის მოწერილი დამხვდა ძალიან ადრე რომ ანუ თურმე ის შემხმიანები აქეთ რაღაც პერიოდში რომ დახმარების სურვილი და რაღაცა გაცნობის სურვილი და ნუ ისე მოხდა რომ სოციალურ ქსელებში დაპოსტა რომ აი საჩხუბა ესეთი ახალგაზრდა მოკლედ და უნდა იჩხუბოს რაღაცა აი ძალიან მარტივად ამბობდა ტვიტერი არ მქონდა მაშინ და ტვიტერზე გააკეთა პოსტი და ტვიტერიდან მიპოვა იმ მენეჯერმა ვინც ეხლა მყავს ანუ ჩემის ან როგორც ხდება ხო ნახა ალბათ YouTube-ში იმაშა შემამოწმა
და პირდაპირ მოიწერა იმ პერიოდში, როცა მე რო შენთან ვიჩხუბე. ეგ იყო ჩემთვის მაქსიმალური აქტივობა, რაც შემეძლო იმ მომენტში. შესაძლებელი კი, აბსოლუტურად. უცბად მეუბნება ვიღაცა, რომ არაა პრობლემა, აგერ ძალიან მალევე ვაჩხუბებ იმაში, თუ ფორმაშია, მალევე ვაჩხუბებ ოქტაგონ MMA-ში, რომელიც ახლა რამხელა იყო, ხო? მაყურებელს რომ აუხსნეს, რომელი ქვეყანაზე არის საუბარი? ოქტაგონ MMA უშუალოდ ჩეხოსლოვაკურია. ან ეს ოფიციალურად სლოვაკურია, მაგრამ ბაზარზე მუშაობს ჩეხეთის და სლოვაკეთის იმ პერიოდში მithumetes. მე ეხლა გერმანიასაც გადაწყვეტა და ვრცელდება და ვრცელდება. თუ ევროპული ზოგადად რო ვთქვათ, რა, იმიტომ რომ ევროპის მასშტაბით არის იქ მაყურებელი და მოჩხუბები ძირითადად. და მოკლედ ხო რა, ეს რთული პერიოდი, ეხლა ესეც ყველაზე რთული პერიოდია, ხო? წარმოიდგინეთ, ბრძოლა გაიჩიტა short notice. ორი კვირა მქონდა ზუსტ 16 დღე მქონდა ზუსტად რა. ეხლა ცხადია დავიწყე ვარჯიში, რა ვქე, უკვე შენი პერიოდი ჩავლილია. კი. და 16 დღე მაქვს დარბაზები დაკეტილია. ცხოვრობ კიკვიძის ბაღთან და ერთადერთ სავარჯიშო მაქვს კიკვიძის ბაღი. კიკვიძის ბაღში ხარ რა შეიძლება ივარჯიშო, ხო? სირბილი, shadow fight-ი გააკეთე და რაღაც ტრენაჟორებზე ფიზიკურად დღეში ფიზკულტურა რა ხო, რა ფიზკულტურა, დილას აღამოს დღეში ორჯერ ვიმზადებოდი და ერთი კვირა, სადღაც ბრძოლამდე არის 5 დღე დარჩენილი და მეუბნებიან რომ ეს კანადელი დევიდ მუნი ჩაიხსნა რაღაცა აცრიმისა COVID აცრის პრობლემა აქვს, ვერ გადმოვა საზღვართან და რაღაც. აი ხა ის რაც გამიხარდა, ეს რაც გამიხარდა, აი 100 იმდენად ჩავიკეთე კიდე და რაღა ყველაფერი აქვს თვითგვემაში ჩავარდი სერიოზულში რა. აი როგორში, იცი, აი მეთქი ბიჭებო სათხარ დავლიოთ და აი რაღაც მეთქი ცხოვრება რა. და აი ეგეთ მომენტში ვარ და ჩემი საყვარელი ხალხი ეს მაინც გული არ გაიტეხო და მაინც არ დანებდი რა, არ დავნებდი 5 დღეში ვინ ჩაჯდება, ხო? აი ესეთი და ჩემმა მენეჯერმა იმდენი იწვალა, რომ უკრაინელი ალექსანდრ კოლონტაი, ალბათ აქედან ვერ ნახს, მაგრამ მაინც მოვიკითხავ, დღეს უკრაინის ომშია და იბრძვის ძალაშკაც პიროვნება. მასაც ახალი მოგებული ჰქონდა ბრძოლა დაახლოებით 2 კვირის და ის ფორმა შენარჩუნებული ჰქონდა. და 68 კილოსი თხოვდა, უბრალოდ ერთადერთი ეგ იყო. მე 68 კილო, სულ ვარ 69 კილო. ვიყავი მაშინ 69 არის. ხო, როცა ორჯერადზე ვარჯიშობ ხოლმე 69 ვიყავი ხოლმე რა. და რავი, ხა მეთქი 1-2 კილო რა პრობლემა გახდა მაგის და 6-იც კი დაკერა, მოკლედ ჩემო მენეჯერმა და შედგა ჩხუბი. და პარალელურად როცა გავიგე აი აქ შრამი მაქვს დღემდე ხა შრამს რო ვიდებ დენები მირტყავს. სახლში ეგეთ შემთხვევა მომიხდა რომ ხამე სიმინარში გამოვედი ჩაის გაკეთება მინდოდა და აი ეს რო გამოვაგეს ჭიქა იყო ისე მიდებული რომ პირდაპირ კარებს გამოვე თუ რა ჩამოვარდა და რაკოვინაში დაიმსხვა და ეს ნამსხვრევი მომწვა. ხამე წავედი ღამე მე რაღაცა უზნაძეზე სადღაც გამიკერეს და ხეას ვერ ვწევდი. აი ესე 6 დღის განმავლობაში ესე დავბოდი და სანამ წავიდოდი წინა დღე ცალი ხელით პადებზე გავიარე რა. მაგის ვიდეოებიც მაქვს და რამე ყველაფერი ცალი ხელით და რომ მივედი უკვე წასვლის წინა დღეს ექიმთან რომ შევემოწმენ ვიც გამიკერა. ეს იყო ახალგაზრდა ბიჭი დამხმარე იყო და მთავარი ექიმმა რომ შემამოწმეს ხელი რომ მომკიდა ვერ გამიშალა მტკივამ ძალიან მტკივოდა ყვიროდი რა. და სად უნდა წახვიდეო, ხელსო ვერ შლიო შვილო და წააგებო რა, ჩაიხსენიოდ რაღაცა. დაჟე ამ ბიჭს გახედა რომ რატო ყესების ანთება აქვს წასულიო და კარგად რატო არ დახედეო, დაჟე ზედაპირულად გაუბრაზდა ჩემს კომპეტენცია შეულახა და მერე გაირკვა რომ ეს რო ჩამოვედი თურმე რო გამიკერა, აქ ყოფილა ყესების გადავნის წერტილი და იქ აურტყავს. მაგრამ იმ გაკერვამ გამოიწვია ამ ხელა ამბავი რომ ესე მოხდა და აი აქ წავედი, აეროპორტში ვარ, ეს ხელი, ესეთ გეგმა მაქვს, რომ მხოლოდ იმაში მოვიხსნი სასტუმროში რომ მივალ იქ, რა, იმიტომ მაქსიმალურად აღდგეს. და სასტუმროში, აეროპორტში ვარ და ჩვენ რეისმა დაიგვიანა და იქ ბევრი ხალხი რიგი, რავი, დავიბანაკეთ და უკან ჩემი მწვრთნელი მეუბნება, რომ უკან გაიხედოთ, გავიხედოთ და ჩემი მეტოქე არაა, ჩემი მეტოქე მხედავს, რომ ცალი ხელით ესე ვარ, რა, ამდენი ხანი თურმე. მე აი რა პერიოდ მე მედიკალ ეს რო ავიღე ნაკერები ჭე აი ეს ახალი იყო კიდე რა ეს ნაკერები ავიღე და სისხლი წამომივიდა ისევ რა ანუ ხელი ცოტა კი გაიშალა გამისწორდა მეთქი იქ ეხა რომ მოკდე აი ეს ხელი რომ მტკიოდეს კიდია და ეს სისხლი რო დაინახეს მედიკალ ჩეკზე გამიშვეს ეგრევე რა
და medical checks-ე ისე შემამოწმეს, ხო ხვდები ეს ხელი რო აი ეს მოდი ეს დამაჭირეს, გადამიღრეს და ტყივა რომ მეკითხები, ნო მეთქი ესეთი ვარ რა და მეთქი ხა აი უკვე ბოლო ისწა და ჩემი თავის მომენტყო რომ ეხა თუ ჩხუბი ჩაიშალა ამის გამო აი თვითგვემა მე ნახე შე რა ანუ დიდი იმით ხო არაფერია და ესე მოხდა იქ ჩხუბი ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი დავდე ჩემ კარიერაში ეგრე გამოვიდა აუცილებლად ნახეთ ეს ჩხუბი კიდე ერთხელ შენი მეტოქეს სახელი და გვარი ალექსანდრე კოლონტაი ანუ ნახავთ YouTube-ზე კი შევუდგათ ანუ და აი კოლონტაი ორი კვირის კიკვიძის სირბილით და ანუ ამ ტრაუმით და უბრალოდ აი რამ გამარჯვებინა ხო რა შინაგან ვარ წმენამ გამარჯვებინა და ჩემ ცხოვრებაში საერთოდ ყველაზე კარგი პერფორმანსები მან დავდე, სადაც ესეთი რთული პერიოდები მქონდა და ესე ვერ ვძოდი რომ მაინც მიდი არაფერი ომია და რაღაც. ამიტომ სულ მაგას ვამბობ რა რომ ეს ანუ მე ბევრი მომენტი ვნახე, სადაც პირიქით, სადმე თუ დიდი განსაცდელი მომდის, ესე იგი ეს ის დროა, ესე უყურებ ჩემ თავს რა. როგორი სწორი და ფილოსოფია არის, როგორი სწორი მიდგომა. იცი რა არის ჩემთვის რეალობა უკვე ეს. მე იმდეჯერ გავიარეს რომ აი ნახე მათე არსებობს საინტერესო საკითხს მინდა შევეხო არსებობს სპორტი აი MMA ხო შენი აზრით ახლა რამდენად ეს არის ვაჟკაცობა ხასიათი და ფსიქოლოგია აი პროცენტულად და რამდენად არის ეს სხეულის სწორი მომზადება რადგანაც გეტყვი ესეთ მაგალითს ახლა რო ავიღოთ ძალოსნობა ხო აი ავიღოთ სპორტი და ლაღაძის სპორტი ხო მან სწორად თუ არ მიიყვანე შენი სხეული ეხლა რამდენადაც მოტივირებული არიყავი, იქ ეს არის ზუსტი მათემატიკა. თავისთავად мотивация, ფსიქოლოგია, რწმენა მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ სწორად მიყვანილი არ გაქვს, შენ ვერ აწევ ხო 240 კილოს 225. ანუ მანდარი გრამებზე არის საუბარი. არსებობს ეხლა ტანვარდიში, სადაც ადამიანს უნდა კონდეს, მე პირადად დავესწარი საუბარს, ოდესაც მწვრთნელი იწუნებდა ბავშვებს. აი იყო ძალიან მონდომებული ბავშვები, აი ესეთი რომ დღეში სამჯერ ვარჯიშობენ და აღარ წელსაც არ იცვენებენ ვარჯიშობენ, მაგრამ პირდაპირ ეუბნებოდა, აი ფეხი აქვს ესეო და არა ესეო, ამიტომ ვერ იქნება ეს ჩემპიონი, ხო ხვდები, აქ ბეჭი ესეო. ანუ პირდაპირ ეუბნებოდა რომ გამომდინარე ამ ფიზიკური მონაცემების ახლა სულ რო არ დაიძინოს და არ გამოვა, მაგრამ MMA არის სხვანაირი სპორტი. აი იგი თუნდაც აი ისეთი სპორტებია, სადაც სირბილი, აი გალადური ფეხბურთი. შენელდები სულ ანუ დაჟექის კანზე. ანუ შეიძლება მაგარ რაღაც საკეთებ ადგილზე, როგორც კი შენელდები, ვინმეს ვერ ასწრებ. სო აი ეგ ჩვენთან ეგ არ არის და ალბათ ხასიათი მნიშვნელოვანი არის ჩვენთან ბევრად. ზუსტად რაც თქვი, აი მენტალური სიძლიერე, ფსიქოლოგიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩხუბის დროს რა. შენ აი მაგალითად რო გიდგევარ და გეჩხუბები, აი ტიპს გონია რომ მაგაზე მაგარი ვარ და სინამდვილეში რა ხდება, იცი რომ მე ვიცი უკვე რის გამკეთებელი ხარ და რის გამკეთებელი არ ხარ და შენ არ იცი რის გამკეთებელი ხარ და ვარ და რის გამკეთებელი არ ვარ და ეს არ ცოდნა იწვევს დავნილობას და არ ცოდნა იწვევს მეტი ენერგიის ხარჯვას ვიდრე აი ნახე ეხლა მე პერსონალურადაც რამოდენიმე ვიცვა ვარჯიშებ და აი სულ რომ მოდიან ჩემთან მეუბნებიან ეს რაღაცას რა რომ აი ჭიდაობა მინდა, მაგრამ დიხანი არ აქვს რა რომ ან მე ვამბობ როცა არ იციან ეგეთი ტიპები მოდიან საერთოდ უცოდინარი აი ბოქსი მინდა და ისე ჯანზეა მაგრამ არ დიხანია მინდა და სულ იმას ვეუბნები რომ დიხანია კი არ გინდა ცოდნა გინდა იმიტომ რომ ანუ სწადი ეხას ნებისმიერ ფიტნეს წვრთნელთან ნებისმიერ კროსფიტთან აი სადაც გინდა რა და ანუ მე უბრალოდ თეორიულად გავწვრთნი აი ძალიან არ დავღლი ისე ვავარჯიშებ ტიპს მაგრამ ვასწავლი არ დავღლი მომეცი 3 თვე 2 თვე და ანუ მოდი და ანუ მოგერევა ჩვეულებრივად და შენზე ნაკლებად აიღლა ვიცი რატო იმიტომ რომ შენ არ იცი რომელ მომენტში რა უნდა გააკეთო იმანიც ანუ ცოდნა განსაზღვრავს დიხანიასაც ცოდნა განსაზღვრავს აი შეცნობას მეტოქის და ყველაფერი ცოდნის მერე იწყება უკვე დიხანიაც კვებაც ფორმა და ასე შემდეგ რასაც შენ ამბობ იმ სპორტებში იმდენად მნიშვნელოვანი რო არა კი რადგანაც ბევრი ანუ კავშირი რამოდენიმე აქვს ანუ პირველ რიგში შესაძაც არ იცი და არ ხარ შენ თავში დარწმუნებული უკვე ძალას ეს ამას ძალა მიაქვს მეორე მომენტი შენ ვერ მართავს სხეულს არ იცი რა დროს უნდა ამოისუნთქო რა დროს უნდა დაჭიმოკუნთი მოადუნო და თავისთავად ვეღარ ცეკვავ ხარ რა ჯამში რაც უნდა გააკეთო და იღლები ან გოლი გააქვს თავდაჯერება მაგრამ არასწორად აკეთე იმიტომ კარგად არ გაქვს ცოდნა მიღებული და ის არასწორი მათე თუ საიდუმლო არა ის შენ პირადად როგორი ფსიქოლოგიით გადიხარ ბრძოლაზე საერთოდ ჩემი ბოლო მარცხიც
მათ დამიდასტურა ის, რომ იქამდე როგორც უდგებოდი და ეს იყო აი კონკრეტული ფოკუსი ადამიანის ამოცნობამდე მთელი კემპი, აი მის ჩხუბებს რო ყვებდი ანალიზი, სწორი. აი რაში არის ძლიერი და რა არამსურაში არის სუსტი, რას საერთოდ ყურადღებას არ აქცევს, რასაც არ აქცევს, იმიტომ რომ შენ თუ მას ყურადღებას არ აქცევ, რაც არ უნდა იცოდე, აი მაგალითად იცოდე, მაგრამ ყურადღებას არ აქცევ. ეგ არ ცოდნაა ჩემთვის, მე მან შემოგვიყენა, მან გზად არ იქნება. თავისთავად. ამიტომ მე ყოველთვის კემპიდანაც ვემზადები ძალიან სპეციფიკურად როგორი მეტოქეა. ანუ კონკრეტულად მეტოქეზე. ეხლა მე თუ ეგრე არ ვშებოდი, აქამდე რაც ვილაპარაკე, ჩათვალე ეს ფარსია რა. და მიუხედავად ასევე დავამატებ, რომ მე ჩემი სტილისტიკური ხასიათი ბრძოლისას და წარმართვა მოიცავს ყველაფერს, ანუ თუ შენც ეხლა შენ მიცნობ როგორც მე ბრძოლა და ანუ ყველაფერი შემიძლია, საერთოდ ყველაფერი. უნივერსალი, აბსოლუტურად უნივერსალი. და მიუხედავად მაგისა, კი არა, მით უმეტეს მაგისა, უფრო მოითხოვს ფოკუსს კონკრეტულ გეგმის დასახვას. იმიტომ რომ ნახე როგორი რაღაცა, ანუ არსენალში ბევრი რაღაცა მაქვს და შენ თუ იქ დაიბნევი, რომელი რა დროს გამოიყენო, ის შენთვის იქნება ძალიან ახლად, უფრო დაიბნევი. ამიტომ ვიღაცამ რო იცის, რომ დგომი უნდა ქნას მარტო, მეტი არაფერი. ის იმდენად არ დაიბნევა, რა ხვდები, მან იცის, რომ ბოლო-ბოლო მარტო დგომი აქვს და კიდე დგომში მეტყვი. ვინც მოჭიდავია, აი რამდენი გვინახავს მაგალითად, რომ ანუ დგომში ძალიან გაილახა იცება, გაუძლო და ბოლომდე ჭიდაოდა, ბოლოში მოიგო. ხვდები? მე და ჩემნაირ სტილის მებრძოლებს ეგ არ გაქვს რა, ანუ სწორად უნდა გაანალიზო, ეხა ეს, თუ ეხა ის, ეხა ხელი, თუ ეხა ფეხი, თუ ეხა ფეხი შესვლა, თუ ეხა წელს, აი ყველაფერი უნდა გაანალიზო, თორე როგორი უნდა გქონდეს აუცილებლად გეგმა. როგორი რაღაცა, იცი, აი დაიწყე ჩხუბი, ეს არ გამოვიდა და მე აღარ უკრდები რა გამოვიდა და ანუ სულ გასცემ ენერგიას. და ათმაგად იღლები და ამასობაში ხდება, ამასობაში რაღაცა და ხო, ამიტომ მე ვუდგები სპეციფიკურად ძალიან და ბოდის კითხვა რამე არა ზუსტად არ გავწდე კითხვა. მე მაინტერესებდა შენი ფიზიკური მომზადება ბრძოლისთვის, მაგრამ ეხლა ასევე მინდა დამას დავამატო შენი ფსიქოლოგიური მზადება აი ბრძოლის წინ. შენ ბრაზდები თუ პირიქით ცივად უდგები, როგორია? არა, ნახეთ საერთოდ რა არის ემოციები. არის მხოლოდ ემოციების საერთოდ უსარგებლო ჩხუბის დროს. მით უმეტეს როცა ამ სტილისზე ვლაპარაკობ, როგორც ერთადერთი ემოცია არის, რომელიც შეიძლება დაგჭირდეს და ეს არის თავგანწირვა. ანუ მაგალითად, აი ყველაფერი ცადე არ გამოვიდა და დასაკარგი არაფერი არ გაქვს და გარისკო. ეს არის ერთადერთი ემოცია, მე გინდა ამას ბრაზი დაარქვი და ბრაზით მიუდექი, გინდა ამას შეუპოვრობა და უბრალოდ რაღაცა. ეს ერთადერთია, რაც შეიძლება ეს უნდა დაამუღამო, როდის დგება ის მომენტი, რომ მე ხა უნდა გავრისხო. დანარჩენი ნებისმიერ პროცესი ცივი გონებით უნდა გაანალიზო. ყველაფერი. მე პირადად ბრძოლის წინ, აი მე ახლა ვარ ახალ მწვრთნელთან, ბოლო 6 თვეა და ბოლო 3 ბრძოლა ნოკაუტით მოვიგეთ, ან საკმაოდ ისეთი რა მძიმე ნოკაუტები გავაკეთე და გამოვდიოდი ორი შეგრძნებით. პირველი იყო ეს აგრესია, მაგრამ ისეთი კი არა, რომ გონებას თიშავს. აი ესეთ რომ ცეცხლი ინთება შენში და კი არ გეშინია, გინდა, აი რომ გადიხარ. მიმართული არ არის რაღაცა კონკრეტულისკენ შენში. კი, უბრალოდ ცეცხლი ინთება და მეორე ეს არის როგორ გითხრა, აი რატომღაც პერფექციონისტი ხდები, ანუ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რომ მწვრთნელმა რაც მომცა, ის შევასრულო, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წაგება-მოგება. ხდები? და ეგ ფსიქოლოგიურად მრთავს მე და აღარ ვფიქრობ ბრძოლაზე, წაგებაზე აღარ ვფიქრობ, რომ შევასრულო კონკრეტული დავალება. ეგ ძალიან მაგარი უნარია რა. ნახე მე ესე უყურე მაგ რაღაცას, ეხა ეს ყველაფერი მე რაც ვილაპარაკე, ეს ყველაფერი ეგრე გააკეთო, მაგისთვის გჭირდება ძალიან დიდი ფოკუსი, იმიტომ რომ შენს განგისტია ხო იქ რამხელა, ეხა ვისაც არ უჩხუბია მით უმეტეს მაღალ დონეზე, ის ვერაზორს ვერ გაიგებს, იქ რამხელა ადრენალინი აწვება და რამხელა ემოციურ ბუმში არის რა. ის ეხა ჩვენ შეიძლება გავდივართ ესეც არ გვეტყობა. მაყურებელიც ეგრე ჩვენ შიგნით არის ანუ რაღაცა ინხელა ნაზავი ემოციების რო შეიძლება გავხსნათ. ფანტასტიკური კი. ამიტომ ნახე იქ რომ მე როგორც კი ცივი გონებას წამის მე ასე დროც რომ გავთიშო, იქ შეიძლება ჩემმა ინსტინქტებმა უფრო ემოციური გამხადოს და როცა ჩემ მწვრთნელს არ მოусმინო, ან უბრალოდ მწვრთნელთან ერთად რა ტაქტიკას დავისახე, ის უ გადამავიწყდეს. კი, ერთად. ამიტომ
თუ გეგმიურად მიუდგები ჭხუბს და ესე ტაქტიკურად თუ მიუდგები, ეგ უნდა გედოს აუცილებლად თავში, რომ შენ იქ რაც არ უნდა შენი რაღაცა პირადი ეგოიზმით შეხედო, არა, გეგმას მიყვე. გეგმას მიყვე ყოველთვის და ამაში საჭიროა აი ფოკუსი და შენ ეხა რაც ილაპარაკე, ეგ არის ძალიან მაგარი უნარი, იმიტომ რომ ყველას არ აქვს ამ ფოკუსის უნარი, რომ აი ფოკუსი დარჩე. უნდა გაზარდო შენი თავი. მან არის ეგოიზმი რა ხტები, აი ნახე ხა აი ტაქტიკას რომ მივყვები, ნახე მივყვე თუ იქნებ ეს უფრო კაი, აი შენი პირადი ეგოსთან გაქვს ბრძოლა და ეგ მაგასთან ბრძოლაში არ უნდა გაიჭედო რა, თავიდან ისე უნდა გახვდე რომ იდეა ეგო გადადო და სო რა რაც ჩემი აზრით მაგ შეკითხვაზე მარტივად გაცემ პასუხს თუ შენ ხარ დარწმუნებული შემწვრთნელში. აი ეგ თავისთავად ეგ თუ შენ ეჭვი გეპარება, აი რას მეუბნება, ხო? ეგ უკვე რაღაც ვეღარ დალაგდება. რა თქმა უნდა, მწვრთნელის საერთოდ მწვრთნელი უნდა არჩიოს პროფესიონალურად. ეგ არის უკვე 50% მეტი თუ არა. მე ესეთი აზრი მაქვს, რომ როცა იწყებ ჭხუბს, როცა არის ეს სწავლო, მაშინ მწვრთნელს არ ირჩევ. როცა პროფესიონალად გები, მე მწვრთნელს ირჩევ. კი. უნდა ირჩევ, იმიტომ რომ ნდობა არ აი მაგალითად ბევრს ეგეთი საუბრები ხდება, რომ ის მაგარი მწვრთნელი, ის მაგარი მწვრთნელი. ანუ მე ჩემს რომელია მაგარი მწვრთნელი, იცი? რომელიც ყველაზე მეტად მიცნობს მე როგორც მოჭხუბას. თორე აი შეიძლება ეხა აქ გამოვიდეს სოფლიოში ყველაზე მაგარი მწვრთნელი და ანუ ის ჩემთან მიმუშავდა, მე ბრძოლა წავა. ვერ მოერგო. ხო, აი 2 თვე მიმუშავ, მაგრამ ანუ 2 თვე არა ის დრო რომ ეს სრულად მე ვირობიტად რომ დამიყვირებს იქ რაღაცა, შეიძლება ძალიან ჭკვიანური დამიყვირა. იმ მომენტში აი ესაა იდეალური, აი რაღაცა ოვერჰენდი დაარტყა, მაგრამ იმან უნდა იცოდეს რომ მე იმ მომენტში, იმ ენერგიით, იმ პოზიციით მე შემიძლია ამ ოვერჰენდის ან გამიკეთებია შენ თვალ წინ სხვაგან დარბაში? ეგ თუ არა მასე როგორ იქნებოდა, იცი? ვიც საერთოდ სპორტს არ ეხება და MMA-ის ყურებით მიიღო ძალიან დიდი ანალიტიკური უნარი და გააზრება. მაშინ იმებს წავიყვანდით კორნერში და ანუ ისინი შეაფასებდნენ, ხო, მაგრამ ეგ არის ყველაზე მთავარი მუღამი რა. ძალიან მომწონს მწვრთნელები რო ყვირიან ზოგჯერ ადექი, ხო ხდება. ეგ არის ან დაარტყი, ხო, ადექი, ის თავი არ დაახჩობინო და რაღაცები. მე ძალიან გავიმართლა მწვრთნელთან კონსტანტინ კუპატაძე, უნიკალური ადამიანი, ოლიმპიელი, 30 წელია კრივში არის და ძალიან გამიხარდა, როდესაც მის საუბარს უსმენდი, რომ დღის განმავლობაში ავარჯიშებს აი 9-დან აი 10-11 საათი ავარჯიშებს ყოველდღე. თანაც ავარჯიშებს 20 წლამდე ნაკრების მწვრთნელი არის და დიდებს მძიმეებს ავარჯიშებს. უნიკალური ტექნიკა, არც რუსეთში მინახავს ესეთი მწვრთნელი, არც საქართველოში და აბსოლუტურად ფსიქოლოგიურადაც გამიგო, როგორი ტიპაჟი ვარ, როგორ უნდა ჩამფრთოს, გამთიშოს სწორ მომენტებში. აბსოლუტურად ნდობა მოიპოვა ჩემი, როგორც მწვრთნელმა და პროფესიონალმა და ადამიანმა. ეს მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ კავშირია, ხო, შინაგანი რა. კი, რადგან როდესაც აი მე არ მყავდა მწვრთნელი არასოდეს, ანუ იყვნენ მეგობრები, იყვნენ ვინც მეხმარებოდა მომზადებაში და თავისთავად აი ახლა სამი კაცი რო ყვირის, ხო, მაგარი მოკრივეები არიან, მაგრამ ხო ხტები, ახლა ერთი ტექნიკა, მეორეს მეორე, ერთი მეუბნება ის გააკეთო, გადახრა დარტყმაო მეორე მუცელში. ვერ გჯერა. შეიძლება ის უფრო სწორს გეუბნება თეორიულად. კი, მაგრამ შენ არ გიცნობ. აი ზუსტად ამის თქმა მინდოდა. მწვრთნელის არჩევა, ჩემი აზრით, შეიძლება ადამიანი ნორმალური ფიზიკური მომზადებით, აი ოლიმპიადაზე წავიდეს 3 წელიწადში, 2 წელიწადში, თუ იპოვის თავის მწვრთნელს, რომელიც ფსიქოლოგიურად გაუგებს, ფიზიკურად მომზადებს და იქნება თავის საქმის პროფესიონალი. მე მაშინ დარწმუნებული ვარ. რადგანაც ყველაზე დიდი ნაბიჯი მე გავაკეთე ამ ბოლო 6 თვეში. აი რო შევადაროთ მთელი ჩემი კარიერა და ბოლო 6 თვე, ბოლო 6 თვეში გავაკეთე მეტი. იმიტომ რომ სწორად ვალაგებ. ეგ მნიშვნელოვანი არის. შენ მწვრთნელზე რო ვისაუბროთ, ვინ არის შენი მწვრთნელი? ჩემი მწვრთნელი არის ძალიან მაგარი ადამიანი, რატი ჭანკვეტაძე. რატი ჭანკვეტაძე. ეს არის ჩემპიონთა აკადემია. ხო, ჩემპიონთა აკადემიაში, თუმცა უკვე აღარ რამდენიმე ხანია, რა სხვა გეგმები აქვს და ასე მახსოვდა. ხო, შეიძლება იმიტომ რომ ეხა ახალი ამბავია. რატისაც კარგად ვიცნობ, ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან. აი მე და რატისაც ზუსტად შეერაც, აი ქიმია გვაქვს, ეგ კავშირი გვაქვს ერთმანეთში, რომ ანუ იცი და აი და კიდე რას დავამატებ, იცი? რახან კორნერში ვიღაცები დგანან, ანუ აი ეს აუცილებლობად მიაჩნიათ, რომ სულ რაღაცა უნდა უთხრან, სულ უნდა იყვირონ. ეს მინუსი არის. ეგ ანუ ესე იგი ტიპი არ გენდობა. აი ნახე, წარმოიდგინე ხა მე ტიპი ვარ, ჩხუბობ და ის წამი არ გადის ისე, რომ ენას არ აჩერებს სულ რაღაცა და
ჯერ ერთი შეიძლება დაიბნე. მერე კიდე ეხა სულ რო ენას არაჩერებს, რამდენ რამეს გეტყვის. უკვე ინფორმაციას ხლაპავ ვეღარ გიბნო. შეხო უკვე უნდა გადაწყვიტო ამდენი ნათქვამიდან რომელი ავიღო. ეს გაბნეს. მერე მეორე კიდე უნდობლობის თემა მიჩნდება რა, რომ ანუ ამდენ რაღაცას რატომ რატომ? კი, აბსოლუტურად. ანუ რამეს ცუდად ვაკეთებ? თუ იმას არის მის ჩემი თუ ვერ გებულობს რომ ამას ვერ გავაკეთებ ხო? აი ეგა ზუსტად. არის მომენტები ხა ქორდერში მეც ბევრჯერ ვარ ნამყოფი და როცა შეატყობ რომ ანუ ადამიანი მიყვება იმ გეგმას როგორც უნდა მიყვებოდეს, ანუ დააცადე. და როცა რაღაცას შეატყობ რომ ის ან აღარ მიყვება, ან უკვე რაღაცას ყურადღებას აღარ აქცევს, მე აბა ყურადღებით. თუ ეხლა რო იყვიროს ყურადღებით, აბა ყურადღებით, ხო რატო ყურადღებით ვარ გავიგე. მაგრამ ესე ვიტყვი რომ ინდივიდუალური მიდგომა, აი აბსოლუტურად მეც ესე მომწონს რომ აი ყოველ სიტყვას მე უნდა ვაფასებდე, რო ამობს ადამიანი მე ვაკეთებ. ეხლა თუ ის რაღაცას ყვირის და მღერის ხო ხვდები, უნდა მიხვდეს რომ მაგას მე ვერ შევასრულებ. ეგა ნდობა უნდა გქონდეს. ეხლა არიან მოჩხუბრები ინდივიდუალურ საკითხზე, არიან ეხლა მარტო დგომში ვინც ხუბობს ან მარტო ვინც ჭიდაობს, იქ კიდე სხვა სიტუაციაა რა. იქ ეხა ესე არ იქნება, იმიტომ ეხა რო იცი რომ ადამიანი სულ ჭიდაობს, ეხა იმას თავისთავად არ ეტყვი, ეხა ჰაიკიკი და არ ტყიო, ხო? ანუ მაგას დიდი გაცნობაც არ უნდა, მაგრამ მაშინ კონკრეტულად იმ კონკრეტულად ჭიდაობაშია და გამიმხილა საიდუმლო, მე რატისთან ადრე ვისაუბრე, არის საუბარი, სანამ ჩემ წვრთნელთან მივიდოდი, მე ახლა მწვრთნელი მყავს კრივში, რადგანაც მუშტი კრივში და კრივში გამოვდივარ. მაგრამ რატისთან მინდოდა დაწყება, მაგრამ ვარი მითხრა. და ანუ ურთიერთობა გვაქვს იდეალური და პატივს ვცემთ ერთმანეთს. და უბრალოდ ესეთი მიზეზით, რომ მე მყავსო შენი წონაო, რომელსაც ვამზადებ. რომელიც აპირებს ბრძოლას გამაშიო და უბრალოდ ვინ არის ეს ბიჭი? ვინ არის ეს ბიჭი? ეგ ბიჭი არის ზაზა დოხნაძე, ესე ნიკნეიმი ჰეილ, ზაზა ჰეილ დოხნაძე და ხო, უნდა, დიდი ხანია უნდა რა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო თავი ვერ მოაბა, თუმცა აი ძალიან დიდი ხანის უმაღლეს სამბურს ვარჯიშობს. მძიმე არის თუ 13-ია თუ 100 მძიმე. 13-ში შეუძლია გამოვიდეს და მძიმეში. მე გამასთან ანუ დროებით არ მაქვს თანამშრომლობა, რადგანაც მე ვარ პირველი ნომერი, მაგრამ ვინც არის მეორე მესამე მგერმო ვარ ითქვეს ბრძოლაზე, ანუ არ მიიღეს და დანარჩენი პრინციპში არ არსებობდა არავინ. ვერც მოსაწვე, ანუ მძიმე წონა დამთავრდა საქართველოში. ანუ ეგ რეალობა არის. აურეკო ძაზას. ხოდა რატი? ერთი წელიწადი გავიდა, რატო? სად არის შენი ბიჭი? მე მივალე ხარ დაბაში შობილო. სად ვარჯიშობთ ახლა? ეხა ჩემპიონთა აკადემიაში ვარ. ჩემპიონთა აკადემიაში. საზა არ ვიცი, საზა რატი რომ მოწესრიგდება და ალაგდება ერთად აპირებდნენ წასვლას და გადაყვება, როგორც ვიცი. არ მინდა რომ ესეა ზუსტად, მაგრამ როგორც ვიცი, საზა მიყვება რატის, სადაც მიდის და იმიტომ რომ საზა არის რატის მოსწავლე, სადაც მუხიანში დარბაზი რო ქონდა სულ პირველ დარბაზი ისიდან და საზა მიყვება, მაგრამ ისიც მწვრთნელი არის პერსონალურად ის სამზადებს და ნუ როგორც ვთქვი, ცოტა ჩაამთავრებს ახლა პერსონალურებთან თავის საქმეს და voice promotion უკვე დავიწყე რა. ძალიან შორიდან, მაგრამ მე არ ვიცნობ პირველად. თავარი ისა საფუძველს როგორ დასადუქნით. როგორ შევაიმასკენინე. ათე, შენ დაოჯახებული ხარ? ბავშვი? კი, 2 წლის ნათალი. 2 წლის ბავშვი, შვენიერი და გამომდინარე ამ სიტუაციის რა მაინტერესებს. შენ შეგიძლია და ხარ მხოლოდ ამ სფეროში თუ გიწევს ემე სხვა საქმეში გიწევს ჩართულობა, ბიზნესი, მწვრთნელობა, ანუ როგორ სიტუაცია არის მაყურებელმა რო გაიგოს, ხო, რას წარმოადგენს ეს სპორტი როგორც სამუშაო, ხო, ესე ვთქვათ. როგორც ბიზნესი, მოდი ეს დავარქვა, უფრო სწორი იქნება. მწვრთნელობის ბიზნესი თუ მე ფაიტინგი, ნუ აზე ვარ. მხოლოდ ბრძოლებით, აი ესე ჩამოვაყალიბებ შეგ. მხოლოდ ბრძოლებით საქართველოში შეიძლება რომ იცხოვრო მაგრად, აი მოდი ამით დავიწყებ, მაგრად. კი, ოღონდ მწვრთნელის სამბოში და აი მწვრთნელი ისეთი რაღაცაა, რა კვალიფიკაციაც გაქვს და რა მონდომებაც გაქვს, იმდეს მიაღწევ. და რა ხელსური ვიცი. პიკი მწვრთნელისთვის რა არის? ანუ პიკი ესეთი კარიერის ეგ რა არის? დარბაზის გახსნა? მე არ მესმის საერთოდ ეგ კარიერის პიკი არ მესმის. ანუ განვითარება პიკი ხო ალბათ განვითარება სულ უნდა ჰქონდეს, როცა მწვრთნელისთვის კიდე მწვრთნელი ხო ხდებიან, სულ ხა
შეიძლება მითხრა ფაითერისთვის რა არის პიკი და მაგაზე ფაითერისთვის შევიტყოდი რომ UFC-ის ჩემპიონობა ხო? UFC-ის ჩემპიონობა ამა და ამჯერ იმდენჯერ დაცვა ქამბის რომელიც რეკორდია. მაგრამ წვრთნელი ხარ 80 წლამდე 70 წლამდე და ანუ სულ უნდა ვითარდებოდე. ადამიანის პიკი იქ თავდება სადაც განვითარებას წყვეტს. მაშინ ასე შეგეკითხები, შენთვის ეხლა აი შენ ცხოვრებაში ხო არ ვამბობ როგორც მებრძოლისთვის. შენთვის განვითარება როგორი არის? შენ გახდები მწვრთნელი თუ შენ გახდები ჩემპიონი ხო? ანუ რა მიმართულებით მიდიხარ? მე რა თქმა უნდა ძალიან მალე წავალ ამერიკაში და ნამდვილად მწვრთნელობისთვის იქ არ მივდივარ. მე უბრალოდ ბოლო 2 წელი ძალიან ესეთი არეული და საკმაოდ ძიმე პერიოდი გამოვიარე, ხა რო არ შევხვდა ამას დრო რა დავკარგოთ და დაეთყო ეგ ჩემ კარიერას, ჩემ პირველ რიგში აზროვნებას ტვინს, არ გარდათ ეხას და რაღაც პირად წეხება. ხო, ანუ იქ მეუღლეს დავშორდი, ის ბავშვთან მიჭირს რო ეს ცალმხრივად, ხდები ყველაზე მძიმე, ეხა და ყველაზე მძიმე პერიოდი მაქვს, 1 თვის წინ დავკარგე, ძალიან უეცრად დედა ჩემი გარდაიცვალა და ჯერ კიდევ მაგამ ბავშვი ვარ და ესე თქვა თან ერთგვარად ვექცევი რა პრობლემებსაც, რა უცბად დამშვიდე და ისე ზოგადად მე არ ვაპირებ არანაირ მწვრთნელობას შეიძლება რომ დავამთავრო, კი მომწონს ეგ საქმე, ანუ მართლა ადამიანებს როდესაც გადავცემ ცოდნას, ხანდახან ვცნობ რომ მოწოდებით მასწავლებელიც კი ვარ, ანუ სიამოვნებს, აი გულით ვარ. ანუ დანარჩენი იქ შემოსავლე რაღაც ჩემთვის მეორეა რა, იმიტომ რომ იქ კარგად ვცნობ თავს. მე ჩემი მიზანი არის წეღარაც თქვი რა, ანუ პიკი, იმის პიკი, რომ ანუ გავხდე რეკორდსმენი, UFC-ში რეკორდსმენი ერთ-ერთი და შენ გინდა რომ შენი ამბიცია როგორი არის? ანუ შენ იქნები კმაყოფილი თუ აი ტოპ-10-ში იქნები ტოპ-5-ში? არა, რა ტოპ-10-ში. ჩემთვის ტოპ-10-ში ვიქნები თუ 29-19. რო პროსტა როსტერში იქნები UFC-ში. ანუ მე ჩემი ამბიცია ის არის, მე რაც ვიცი რომ შემიძლია ის გავაკეთო. მე რაც არ ვიცი რომ არ შემიძლია, იმაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი. მე ვიცი რომ შემიძლია UFC-ის ჩემპიონი რომ გავხდე ვიღაცეებისთვის ეხა ზოგის ვიცი და ზოგის დარწმუნებული ვარ, ბევრი არსებობს, რომ ეხლა რამდენ გასაკვირიცა უნდა იყოს, მე ვიცი რომ გავხდები რა ქვია UFC-ის ჩემპიონი, შესაბამისად მე ეს რადგან ვიცი, უკვე პიკი ტოპ-10 და რაღაცა ამბიცია უბრალოდ არის ჩემი არის რომ გავხდები, აი ის გავხდე ბევრჯერ, ანუ UFC-ის ტიტულები მოვიპოვო იმდენჯერ, რამდენიც არასდროს არავის. ну, ყოველ შემთხვევაში მინდა გოუთი და ლეგენდა გავხდე რა ამ სპორტში. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ შენში და მე მინდა გისურვო ხოლო წარმატება შენ მიზანში, ეს არ არის ოცნება, ეს არის მიზანი და ვფიქრობ რომ მათე ამ მიზანს მიაღწევს. მაგრამ მათე მაყურებელს რომ აუხსნათ, ეს არის წონით კატეგორია 66 კილოგრამი. 66 კილოგრამი. flyweight. ინგლისურ ტერმინ flyweight. ვინ არის ჩემპიონი დღესდღეობით? ეს არის ტოპურია. ილია ტოპურია. ანუ ვაკანტური აქვს ოფიციალურად გახდარი. ანუ ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული დივიზიონი, ну 82-იც კონკურენტულია თავისთავად, მაგრამ აი Max Holloway, ტოპურია, აი უფრო სტრაიკერები არის არა ამ ზონაში თქო. კი, ზოგადად UFC ეგეთი ორგანიზაცია ერთადერთი რომელშიც 80% და ვინც მოჭიდავე ყოფილა ისიც კი სტრაიკერი ხდება, Justin Gage-ის კი, აბსოლუტურად. მაგალითად რო ავიღოთ, ანუ მოჭიდავეებიც კი სტრაიკერები ხდებიან რა, ну ეხა კავკასიელებს თუ არ ჩავთვლით, ხო, კავკასიელები რჩებიან. კავკასიელები მოჭიდავეებად. მაგრად უფუჭებენ დანაგვაი, ჩემი აზრით, თავისუფალი ჭიდავით მაგრად უფუჭებენ. ხო, თან მეორე მხარეც არის, ხიბლიც ეძლევა, იმიტომ რომ ძალიან რო ბოქსი არ გადაიზარდოს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, აი ბოდიშმა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რესლინგი და ისეთი მებრძოლი, რომელიც პრესინგს აკეთებს და იგებს მხოლოდ რესლინგის ხარჯზე, რომ ის აფუჭებს MMA-ს. შეგვიძლია ესეთ რამ ვთქვათ? არა, მე ვერ დავეთანხმები მაგას. ეგ რა შემთხვევაში დავეთანხმებოდი, იცი? მაშინ ჭიდაობა როგორც აღქმული არ იყოს სამყაროში როგორც კარგი სპორტი, ძალიან მარტივად რო თქვა რა. მაშინ ხომ არა MMA რა არის, ხო? კარგი სპორტების ერთობლიობით რაღაცა გამოყვანილი მიქსი რა. ხო, მიქსის რაღაცა შედეგი და ერთ-ერთი წამყვანი არის ჭიდაობა. და მე ხა MMA-ს რატო ვუყურებ თუ არ მომწონს ჭიდაობა? აბსოლუტურად გეთანხმები. ხოლოდ ბოქსი თუ მომწონს და ხოლოდ სტრაიკინგი თუ მომწონს, ვუყურავ კარატეს,
სტრაიმას, კინგბოქს, ბოქს, ანუ მაშინ MMA-ისთან ამიდა. მაგას საკუთარ თავში არ აღიარებენ ჩემი აზრით ადამიანები, ის რომ ადამიანი უბრალოდ იმდენად პერსონა, იმდენად უყვართ რომელიღაცა მებრძოლი, რომ მე იმის მეტოქე მოწინააღმდეგეს აკრიტიკებენ, რომ ჭიდაობს და რა თორე ანუ ეხლა მე სტერლინგის და ელოევის ჩხუბზე ისე ვისიამოვნე, აი ძალიან ბევრი მაგარი სტრაიკერის, ხო, აი MMA სტრაიკერის სიამოვნებია. პირიქით რა, როდესაც ინტენსიური ჭიდაობა ეგ უკვე ლამაზია, მაგრამ ინტენსიური დგომი შეიძლება რა იყოს, იცი? მხოლოდ ჯებები. ეგ უკვე არა ლამაზი. გეთანხმები, სტრიკლენდი დაუშვათ, აი სტრიკლენდს უყვარს ეგეთი სტილი. რადგან კრივს შევეხეთ, დანა ვაიტი და ტურკიშ ალი შეიხი გააკეთეს ხელშეკრულება, ანუ ჩამოაყალიბეს საერთო კრივის ორგანიზაცია. სახელს კი, ანუ UFC დანა ვაიტს ახლა აქვს UFC და ასევე აქვს კრივის პრომოუშენი. ეს არის საუბარი ალბათ 4-5 დღის წინ მოხდა. კი, და ამისგან გამომდინარე ტენდენციაც მსოფლიოში არის, რომ ბლოგერები, MMA-ის მებრძოლები, რა ვიცი, ყველა ცდის თავის თავს კრივში. საინტერესო. შენი თუ გქონია ეგეთი სურვილი და თუ შეიძლება რომ განიხილო ესეთი ბრძოლა, მომავალში აი დაუშვათ კარგი გონორარი, კარგი პიარი, ცით რა არის, აი მე MMA მებრძოლი ვარ, მაგრამ პირველ რიგში მებრძოლი ვარ, კი. მე მებრძოლი რო ვარ, აი ერთ მეგობარი მყავს, მაგალითი რომ მოგიყვანთ რა, ანუ ერთ მეგობარი მყავს ხატვარი და რო ვკითხე რა, ანუ ერთ ნახე ამას ამ ეს ფუნჯებით ხატავს მეთქი და დახატავ და ფანქრით ხატავს ეს ფუნჯებით ვიცოდე. ამით დახატავ მეთქი, ხო ზეთით ხატა და ეს ფანქრებით დახატავ მეთქი, იმით დახატავ და სადაც მეთქრა ხატვარი თუ ხარო, ყველაფერი დახატავ. ზუსტად ეგეთი რაღაცა მებრძოლის, ანუ მებრძოლი თუ ხარ, ყველგან გამოხვალ, ჯიუჯიტსუშიც გამოვალ, თუ კარგი შემოთავაზებაა, ჭიდაობაშიც და ნებისმიერ კომბატ სპორტში, კარატეშიც გამოვალ. იმიტომ რომ მე მებრძოლი ვარ. მაგრამ უბრალოდ ყველაზე მეტად მომწონს MMA, სადაც კომფორტულად ვზნოვ თავს. და ამ კომფორტის შეგრძნება თუ აიწევს პირობითად ბოქსში, იმიტომ რომ იქ რავი 20-ჯერ მეტ ხონურას მომცემენ. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს რომ იქ ვიჩხუბებ და ეს დაკარგული ვარ, ხო? გადმოვალ ისე ვიჩხუბებ. აბსოლუტურად. მათე, რა ვიცი, აი ძალიან მაგარი, საინტერესო, ძალიან კარგი შინაარსით და აზრით ჩამოგვიყალიბდა ჩვენ საუბარი. მე მინდა შენ რომ გისურვო წარმატება შენს MMA კარიერაში, შენს მებრძოლის კარიერაში, მინდა მალე გიხილო UFC-ში. მე და ჩემი გამომწერები ველოდებით შენ ბრძოლებს UFC-ში და მინდა გისურვოთ რომ გახდე ესეთი ლეგენდარული ჩემპიონი. პროსტა ჩემპიონი არა, ლეგენდარული ჩემპიონი. პროსტა ჩემპიონი ხო ვარ. პროსტა ჩემპიონი ისედაც არის და და აუცილებლად მინდა კიდევ ერთხელ გვესტუმრო, მალე ჩვენ გველოდება ბრძოლა ილია თოფურია, რომელმაც გადავიდა ზიმეწონაში. ველოდებით ეს ვისთან ექნება, ვისთან დადასტურდება ეს ბრძოლა და აუცილებლად მინდა ჩვენ შევხვდეთ, განვიხილოთ ეს ბრძოლა, სანამ შედგება და თავისთავად რო შედგება მე. დიდი მადლობა აი ამ ძალიან მოკლე ხანში ამ ხელა დადებითი ემოციები რომ მიმაღებინე. დიდი მადლობა მაყურებლის სახელით გიხდი რომ აი ესეთ რამეს აკეთებ, რაც ძალიან აი აუცილებელია. ვინმეს თუ ადარდებს MMA მსგავსი პროექტები და მსგავსი აქტივობები უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი. მით უმეტეს ასეთი კარგი ადამიანებისგან. დიდი მადლობა და აუცილებლად დიდი სიამოვნებით გავიმეორებ, სულ რომ ილია თოფურიაც რო არ იყოს და ნებისმიერ დროს მოგინდეს მსგავსის გამეორება, რამდენჯერაც გინდა და როცა გინდა. ეს იყო მათე სანიკიძე, პროფესიონალური MMA-ის მებრძოლი და ეს იყო Iron podcast-ი. კარგად იყავთ. მადლობა.